ჩვენივრად აწყობილი საქმე ჩაგვიშალე რა. პირდაპირ ეთერში ვართ ბატონო რეზო და ცოტა შეიკავეთ თავი თუ შეიძლება უცენზურო გამოთქვებისგან. ჩემო მეგობრებო, ეხლა ჩემი ბრალია ტექნიკურად დაურიე და ველოდებით ისე შემოგვიერთდებიან, დღეს კარგი დღე გვაქვს. ახალგაზრდა მთასვლელები, აი რეალურად დღევანდელი აქტიური ხალხი ვინც დავდის მთაში, ჩემის და რეზოსგან განსხვავებით. ეს არის ლევან ღაბაშიძე, არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე და აი მათ ველოდებით სწორედ აგერ მგონი გამოჩნდა. ჩანს. აი კი, არჩილი აგერ არის, ეხლა ვამბობდი სწორედ. აგერ არჩილ ბადრიაშვილი შემოგვიერთდა, გიორგი ტეფნაძეს მასთან ერთად არის და ლევან ღაბაშიძეს ველოდებით. აი მედია ისიც შემოვა ჩვენს ეთერში. ძალიან გვინდოდა ეს საუბარი მომხდარიყო, იმიტომ რომ წინა ჩვენი გადაცემებიდან იცით როგორ წავიყვანეთ ეს ყველაფერი, როგორ გვინდა რომ თასულობაზე ვისაუბროთ, მაგრამ მეც და რეზოც რაღაცნაირად ესენი ვართ რა, გაპასიურებული ასე ვთქვათ თასულები და აგერ არჩილი, ლევანი, გიორგი ის ხალხია, რომელიც დღეს რეალურად მთაში დადის და უნდა გითხრათ, რომ იმ თასულობიდან როგორც ჩვენ ვართ მიჩვეული, აი მე და რეზო რასაც ყვებოდით და დღევანდელობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მე არც ვიცი კიდევ კარგად რამხელა სხვაობაა და სწორედ ამაში გვინდა რომ ერთად გავერკვიოთ დღეს რა ხდება ჩვენ საყვარელ სპორტს არ დავარქვევ ამას საქმიანობაში, ცხოვრების წესში, ცხოვრების ნირში და აი პირდაპირ მოუთმელად ველი არჩილთან და გიორგისთან და ლევანთან საუბარს და ეს არის ჩვენი დღევანდელი განზრახვა და ჩვენი დღევანდელი ეთერის თემა. მოგესალმებით, ბატონო. სმენელი. მე ველოდებით, რა თანაც ესეთია რა, მე როგორც ვიცი, არჩილ ლევანი არის თანამდებობის პირი, ხო, ფედერაციის თავმჯდომარეა თუ პრეზიდენტი, ანუ დიდი ბოსია რა. ამიტომ ესე იგი როგორ არის? აი დავიწყოთ ეს ლაპარაკი და იმედია გზადაგზა შემოგვიერთება. რეზო ხო არ დაურეკავ პარალელურად რა ხდება, ხო ვერ გავიგეთ. ხო არ გისმენთ. ეს სტრუქტურა როგორია? ხო, პიარის ამბები ფედერაციაში. ო, კაი, ზუსტად ეგ მჭირდება. ო, კაი, პიარის კაცი გვინდა, ეხლა რომ გაგვაპიაროს ყველა ერთად რა. მეც მაგას ვიძახი. ხო. არჩილდა როგორია ეს ფედერაცია, რაღაცა კერძოდ როგორც ფიზიკური პირები ხართ, გაწევრიანებულები თუ ორგანიზაციების შეკრება არის რა. კლუბური სისტემა არის. მისულა ლინკი. ვა, მეც კიდე გაუგზავნე ხელახლა. მეილი გამოგიგზავნა, ისევ და რეპლაიზე გავუშვი. ხო, კარგი. არჩილ იქნებ შენ მანამდე მოგვიყვე რა ცოტა აი ამის შესახებ. ნუ ფედერაცია ფაქტიურად დაიწყო ესე რომ 2014 წელს სხვადასხვის მამაჩემს იცნობ ძურა ბადრიაშვილს მისი ინიციატივით სამინისტროში მოხდა შეხვედრა და იყო ეგეთი გაყენებული ასე ვთქვათ სამინისტრო სპორტის სამინისტროში ხო ლევან ყიფიანი იყო მაშინ მინისტრი და მოხდა ეგეთი შეხვედრა ითქვა რომ ჩვენ თამსვლელობა ესეთი და ესეთი მიმდინარეობა ძველი მოკლებული არის რაღაც სახსრებს ასე ვთქვათ მატერიალს და ჭირდება დახმარება შემოგვიერთდა და გავაგზავნოთ გამარჯობა და მოკლედ ეგეთი პირობა იყო იმადგან რომ თუ გაერთიანდებით მაშინ მიიღებთ ჩვენგან ფინანსურ დახმარებას ჩვენც ავიღეთ და ეს რაც დიდი ხანი არ მომხდარა ქართულ ალპინიზმში გავერთიანდით სხვადასხვა კლუბები, სხვადასხვა ფედერაციები. ეხლა ეგ არის საქართველოს თასულთა გაერთიანებული ფედერაცია და იღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან, რაც ძალიან სასიხარულოა და რაც რაღაც სწორიც არის, ასე ვთქვათ, თამსვლელობაში, როდესაც აი შენი სპონსორი ისევ შენი ხალხია. და ეს ხმარდება ისევ შენივე ქვეყანას. ხო, აი მაგას ვიცი, რამდენად სერიოზულია ეს დაფინანსება და რამდენად ყოფნით რეალურად საქმისთვის რა. ჯერჯერობით, რა ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ სანამ რაღაცნაირად კიდე უფრო გახურდება
ეს მიმდინარეობა სანამ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, მაინც მეტნაკლებად საკმარისია, თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა ყველაფერს არ ყოფს, შედარებითია. მაგრამ ვცდილობთ, რომ რაც არის, ვიკმაროთ, ყოველ წლიდან წლამდე იზრდება ეს დაფინანსება და შედეგებიც იზრდება. შესაბამისად, დაფინანსებაც იზრდება და რა ვიცი, ნორმალურად მიდის ეს ამბები. ალპინიზმი საერთოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესი სპორტია და აქედან გამომდინარე, სადაც ბევრი დიდი დაფინანსება და კაი დაფინანსება, შედეგიც რა თქმა უნდა, ესეთია, ხელშესახები და კარგი შედეგები რა და არჩილ ერთი კითხვა მაქვს, აი ფეხბურთში არის ეგეთი ტერმინი რა, ქუჩის ფეხბურთი, საიდანაც სელექცია ხდებოდა მე ფეხბურთელების გაზრდა, ამ ნიჭიერი სპორტსმენების შერჩევა და აი ალპინიზმში თუ არის ეხა ეგეთი, ну ჩვენ დროს იყო მაგალითად, ну ალპინიადების მასობრივი უნივერსიტეტის, ხო? სამედიცინო ინსტიტუტის ალპინიადები იყო და იქ მეტნაკლებად ჩანდნენ ხოლმე ის ადამიანები, ვისაც დაუშვათ ამის ნიჭი ჰქონდა რა, ასე ვთქვათ და სურვილი ჰქონდა და ეხლა არის ესეთი სელექციის საშუალება გააქვთ, აი კიდევ უფრო ახალგაზრდებში რომ წამოვიდნენ და მთაში იარონ. აი ეს ალპინიადები, ну ხანდახან ტარდება ხოლმე, მე მაინც ჩახედული არა ვარ, აი თქვათ უნივერსიტეტის ალპინიადებში, მაგრამ ჩვენი ესენიც რა, კლუბებიც ატარებენ ასეთი ტიპის, ოღონდ უფრო სპორტული სახის ალპინიადებს, ექსპედიციებს, სადაც ძირითადად მოდიან ისეთი ადამიანები, ისეთი ახალბედები, ვინც უკვე თქვათ დაინტერესდა, დაიწყო ვარჯიში, ბოტანიკურ ბაღში, ალპურ კლუბში და ესეთი ადამიანები უკვე მიყვავს მთაში, იქ უკვე ნახულობენ მთის გარემოში, რამდენად აინტერესებთ, რამდენად მათია. ამგვარი სელექცია ხდება. თუმცა ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ მაინც და მაინც მასობრივ იმაზე არ ვართ გასული. იმხელა დაინტერესება ჯერჯერობით მაინც არ არის. რაოდენობის მხრივ. კიდე ერთი კითხვა არჩილ და მე კითხვა. ვიცით რომ საქართველოს არის, ძირითადად რაღაცა ძალიან დიდი პროცენტი უჭირავს მთიან რეგიონებს და მე მახსოვს გივი ქართველიშვილის იდეა იყო, იქ თავდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა რაღაც კონტაქტები, აი ამ სამთო მსროლელი ბატალიონების მომზადებაში. არ ვიცი, შეიძლება, თუმცა ხო, არ ვიცი. არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროსთანაც ფაქტობრივად არ გვითანამშრომლია, როგორც ფედერაციას, როგორც ვიცი. არ ვიცი. ლევან, შენაც დაამატებ აი ფედერაციის სტრუქტურაზე და რამდენად მოქნილი და რეალობას შეეფერება ეს დღევანდელი რაც ხდება აი ორგანიზაციულად რა. ხო, სტრუქტურა თავად ფედერაციის რეალურად არის ის კლუბები, რომლებიც ამ ფედერაციის შიგნით არის შემოსული, რამდენიმე კლუბი არის ამ კლუბებიდან აქტიურად აი მარჩილის და თქვათ გიორგის ტყვილი არის გამორჩეული. ყავს ანუ ეს დაფინანსება რაც ვახსენეთ, ძირითადად ორი მიმართულებით უნდა წავიდეს ხოლმე, ეს არის საერთაშორისო ასვლები და ქვეყნის შიგნით თქვათ აი ექსპედიციების კეთება, ტარება, მაგრამ საერთაშორისო ექსპედიციებს ძალიან დიდი წილი მიაქვთ თანხის, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძვირადღირებული სიამონება იცდეს. შესაბამისად, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს წარმატებები რაც ამ კლუბებს აქვთ, ხო, თქვათ აი არჩილის და გიოს ასვლები ამაზე თავად ისაუბრებს, შემდეგ თქვათ ჩაშანდელი, რაც მართლა ისტორიული ასვლა იყო. მსგავსი ესეთი შედეგები დიდ მოტივაციას სცემს ახალგაზრდებსაც და პლუს რა თქმა უნდა სახელმწიფოსაც, რომ უფრო და უფრო გაზარდოს დაფინანსება, რაც მე შემდეგში მოგცემს საშუალებას, რომ მივმართოთ ეს თანხები არა მხოლოდ თქვათ საერთაშორისო ასვლებზე, არამედ უფრო მასობრივობაზეც, ხო? აუცილებლად ანგარიში. ერთი კითხვა მაქვს, ესე იგი ჩვენ დროს ალპინიზმის ერთ-ერთი მასაზრდოებელი წყარო ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ესეთი რაღაცა უცნაური სტრუქტურა არსებობდა და სპორტ კომიტეტი ამას აფინანსებდა. არჩილ, ლევან, აი საერთაშორისო დონეზე თუ არსებობს რაღაცა ესეთი, არ ვიცი ხა შეკრება, შეჯიბრი ალბათ არ არის, მაგრამ აი სადაც ითხოვენ აი ამ მონაწილეობას და რაღაცა გადაწესით ხდება, აი სადაც არ ვიცი შეჯიბრის ფორმით, არ ვიცი რაღაცა
ფესტივალის ფორმით, აი ესეთი რაღაცები არსებობს რპინისში დღეს? არჩი ლაბა. ნუ ერთი რაც შეიძლება ითქვას, ხო, ის არის რომ რახან შეჯიბრი მაინც არ არის თამშრომლობა. ნუ რამოდენიმე აი მაგალითად ოქროს წერაყინი არსებობს, სოფლიო ოქროს წერაყინი, სადაც განიხილება ხოლმე წლის საუკეთესო ასვლები, სიადგება და მე რამოდენიმე ასვლას თქვათ ანიჭებენ, რომ აი ეს იყო წლის საუკეთესო ასვლები. ეს რა თქმა უნდა, ლევან იქნებ შენ თქვა ოქროს წერაყინის ფლობელი დღეს ეკრანზე ყავს, მე მგონი, ხო? და ის მე არა ვარ. და ისენ არა. მე მგონი ქართული ოქროს წერაყინის სოფლიო ოქროს წერაყინის ხო რაღაც სამჯერ ვართ წარდგენილი სოფლიო ოქროს წერაყინზე და 4ჯერ გვაქვს ქართული ოქროს წერაყინი 5-დან მოგებული ასე ვთქვათ ხო ხო ნუ პირობითად რაც შეეხება თვითონ მაინც თამშრომლობას ხო ანუ საქართველოში კიდე ჩვენ პირობებში ეხა როგორც აი რეალურად ერთია ვთქვათ როგორ გვინდა რომ იყოს და მეორეა როგორ არის თქვენ რა გაინტერესებთ გააჩნია მაგასთან დაკავშირებით და თვითონ მოგიყვებით მაგაზე ხო მე მაინტერესებს ყველაფერი არჩილ რა როგორ დაიწყო ეს როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა ეხლა რომელს გულისხმობ შენ ნანგაპარბაც გულისხმობ შარშან განხორციელდა სამი ისეთი სერიოზული ასვლა ჩვენი გუნდის მიერ ეს იყო ნანგაპარბატი თუმცა ნანგაპარბატის ასვლა ერთია და მეორე არის კიდე ჰიმალაებში ორი პირველ ასვლა ანუ პირველი ადამიანის ასვლა მწვერვალზე მოიცა ეს გავლილი მწვერვალები იყო თუ გავლილი მარშრუტები იყო არა გავლილი მწვერვალები იყო საერთოდ ცდები იყო რამოდენიმე ექსპედიციის პირველად იაპონელებმა ცადეს შემდეგ ცადეს ნორვეგიელებმა შემდეგ ცადეს იტალიელების და შვეიცარიელების ექსპედიციამ ჩვენს პარალელურად თუმცა ვერც ერთმა ვერ მოახერხა ასვლა ხო და ჩვენ რაღაცნაირად ეს ქართული იმით ყისმათით რაღაცნაირად ხო გაგვიმართლა და ავედით ხო და სახელები რა ქვია ამ თავს და იქნებ აღწეროთ ცოტა აი სად არის რამ სიმაღლეა როგორი მთებია ეს არის მანასლუს ჰიმალაებში არის პანგპოჩე პირველი და პანგპოჩე მეორე 6620 მეტრი და 6504 მეტრი. თვითონ მარშრუტების არა ეს არის კომბინირებული. პირველი მარშრუტი რაც გავიარეთ ჰიმალაებში ის იყო კედლოვანი ის 2017 წელს იგივე რეგიონში. ესენი იყო შერეული თოლყინულოვანი რა თქმა უნდა კლდეებით. სამწუხაროდ ესეთი ასვლების მინუსი ის არის რომ როდესაც იქ ადამიანი არ არის ნამყოფი ფაქტიურად არ იცი ინფორმაცია არ იცი საერთოდ შეიძლება ასვლა მოგცემს საშუალებას თუ არა მთა რომ იქ რაღაც ხო შენი ტექნიკით თქვა გადაადგილდე ამიტომაც წინასწარ ყველაფერი უნდა გათვალო ჩვენ ფაქტიურად მარშრუტები ქონდა მხოლოდ სატელიტური სურათებიდან ნანახი რაც ну რეალურად მაინც არ არის სერიოზული ინფორმაცია. ხო და ანუ ამ ინფორმაციით წავედით და რაღაცნაირად მარშრუტის ადგილზე ვნახეთ, ავარჩიეთ. აქ საქმე ერთ-ერთი მთავარი არის ის რომ ეს ექსპრომტად უნდა იმოქმედო. და შეეცადო რომ ნაკლები შეცდომა დაუშვა, რა თქმა უნდა, არჩევისას, იმიტომ რომ ეს განაპირობებს უკვე ხო თვითონ წარმატებას გუნდის უსაფრთხოებას. რაღაცნაირად მოკლედ ისე გამოვიდა მიუხედავად ცუდი ამინდებისა რომ ავედით ორივე მწვერვალზე და ეს პროგრამა მაქსიმუმი მინიმალურ დროში შევასრულეთ და აი ეგეთი შეგვჭა შარშან სასიმაღლო ასვლებით და ტექნიკურიც ამ ეს იმედი გვაქვს რომ ეს პირველ ასვლები მესამეჯერ გაგვიყვანს მსოფლიო ოქროს წერაყინის ნომინანტებში და საქართველოში კი მოგვიპოვა უკვე მეოთხე ოქროს წერაყინი ახალ წლებზე ეგეთი ამბები არჩილ ერთი კითხვა მაქვს ესე იგი ადრე მე მახსოვს ახლა საბჭოთა კავშირის დროს ესეთ ასვლებზე
აღწერილობა დგებოდა, რაღაცა დოკუმენტაცია დგებოდა და იგზავნებოდა იქ მე ფედერაცია რაღაცებს არკვევდა. ეხლა როცა თქვენ ეს ასვლა გაიარეთ და მე ასე ვთქვათ, წიგნი ან რაღაცა შედგა და გაიგზავნა სამდე საერთაშორისო რამე ორგანიზაციაში, სადაც დაფიქსირება ხდება, რომ აი არჩილმა აი პირველ ასვლა გააკეთა რაღაცა და აი ესეთი რამე არის? რა თქმა უნდა, ეს ოღონდ საკუთარი ინიციატივით ხდება, საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს, რადგან უნდა დაიწეროს რეპორტი, თავის მთელი დოკუმენტალისტიკით და ყველაფრით. ეს პირველ რიგში ამას გზავნი ამერიკულ ალპურ ჟურნალში, რომელიც არის ყველაზე დიდი არქივი მსოფლიო ასვლების. შეგიძლიათ ინტერნეტში იხილოთ თავის ფოტომასალით და ასევე გადაგზავნილი იყო რამოდენიმე ესეთ ცნობილ იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ და ასე შემდეგ ჟურნალებში, რომელმაც ასევე დაბეჭდეს ეს. ყველა ისტორია სხვადასხვა არის, ყველა ტექსტი ცალ-ცალკე შედგენილია, ცალ-ცალკე რედაქტირებული და გამოდის ისე, რომ ალპინიზმის გარდა, როგორც წეღან ვამბობდი, წერალიც უნდა იყო, გეოგრაფიც უნდა იყო, გეოლოგიის რაღაცებიც უნდა გესმოდეს, პიარის და ასე შემდეგ, რადგან შეიძლება ითქვას, რომ იმის გარდა, რომ სახელმწიფო გვეხმარება ფინანსურად, მაინც დანარჩენი ყველაფერი მოდის უშუალოდ, თქვათ, გიორგის და ჩემ გუნდში, გიორგისა და ჩემზე. დოკუმენტების შეჯამება, შეჯერება და რაღაცა ეს ფედერაციასთან ერთად ხდება, მაგრამ დანარჩენი მთელი საქმე ფაქტიურად ჩვენს კისერზე არის და რა თქმა უნდა საინტერესო არის, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც შენ გინდა რომ იყო ისეთი წარმატებული, ვთქვათ, შენი ქვეყნის სახელით თამსვლელი და გიწევს მაგის გარდა კიდევ უამრავ ისეთ ცალკეულ დარგში მოღვაწეობა. და აი ამ ყველაფერს შეჭიდებულნი ვართ ერთდროულად. თუმცა ალბათ ქართველების ბედიც ეგ არის, რომ უნივერსალურნი უნდა ვიყოთ და ყურები არ ჩამოვყაროთ მიუხედავად სირთულეებისა. აქ მთის სირთულე მხოლოდ ერთი მხარე არის, მაგის გარდა კიდევ უამრავი რაღაც არის და ორი ფაქტორი არის რეალურად, მაგალითად სპორტის და უნივერსიტეტის კავშირი რო ავიღოთ, თქვათ გიგი თევზაძის უშუალო ნება იყო ამ მიმართულებით თასველობის ხელშეწყობა და მეორე მხრივ პირობითად თქვათ სერგო რატიანი, რომელიც იყო კანცლერი უნივერსიტეტში, მისი, იმიტომ რომ თვითონ იყო წყალბურთელი, ზუსტად მაგ პერიოდში დაიწყო წყალბურთის პოპულარიზაცია და მის ლიგამოს ერთ-ერთი პირველი კლუბი იყო, რომელსაც შემდეგ უკვე დაეფუძნა დღეს რო წყალბურთში წარმატებულებებით, ანუ ისეთი ნახევარწევდიანი ამბავია, რომ ერთი მხრივ ძალიან კარგია რაც მოხდა, იმიტომ რომ წყალბურთშიც დღეს ის ვართ, რაც ვართ ამ პირობების გამო და თასველობაში შემდეგ თქვა დღეს რო ტურისტთა გიდთა ასოციაცია და ბევრი რამ არსებობს, ანუ ილიას უნივერსიტეტის ეს გვარებიც დაასახელე ხო, ილია ბერულავა, ან თქვა ლაშა ანა რულარიძე, ზუსტად იქიდან არის, მაგრამ მეორე მხრივ აჩვენებს, რომ დამოკიდებული და ნებაზე, ზუსტად ამიტომ აღნიშნე დღესდღეობით თესეუს რექტორის კეთილინება, რომ ეს ალპინიადებს ხელი შეუწყოს და ეს ნამდვილად დასაფასებელი არის, იმიტომ რომ ისე და ისე ვინმე არ გადაწყვეტს ამას, ვისაც რამე განცდა აქვს ამ სპორტთან, არაფერი არ იქნება, ხო? იმიტომ ისეთი კითხვა მაქვს რა, არჩილ, ესე იგი, ყველანაირად იკვეთება, რომ ყოველთვის არსებობენ აქტიური ხალხი, ლიდერები, ასე ვთქვათ, რომელიც აი მედროშეები რა და ეხლა ესე გამოდის, რომ შენ გიორგი ტექნაძე კიდევ ვინ არის ისეთ, რომელიც დღეს არის დაკავებული და რამდენია ეს ხალხი, რომელიც დაკავებულია ესეთი სერიოზული მართლა აი ზღვარზე სერიოზული ალპინიზმით, რომელიც აი წინ მიდის. რა, ბევრია საქართველოში. მე ვიცი შენ და თქვათ გიორგი, კიდე არის ვინმე, რომელიც დადის ესე სერიოზულად დადის მასა. სამწუხაროდ არ არის ბევრი, ეგ რა თქმა უნდა სათქმელია, არ არის ბევრი სამწუხაროდ, ვინც თქვათ ასე ვთქვათ, ცდილობს რომ რაღაც ნოვატორული ის შემოიტანოს ალპინიზმში, ქართულ ალპინიზმში, ახალი სისხლის ამბავში, ახალი მარშრუტები იქნება ეს პირველი ზამთრის ასვლები, უჟანგბადო ასვლები 8000-იანს და ასე შემდეგ. თუმცა
ეხა მაგალითად სადაც ვართ ბანაკში კიდევ ორი ახალგაზრდა ყავს თან ლევან ლაშქარაშვილი კიდევ თბილისშიც რამოდენიმე გვეგულება ვინც ასე მოდიან ანუ შემდეგი თაობის დამსვლელები არიან და იმედი გვაქვს რომ მონდომებით და რაღაც ისე მზაობით იქნებიან განწყობილი ამისა თვითონ ისე თამსვლობას რაც შეეხება აი რომ საუბრობდით თქვა იქ თავდაცვის სამინისტრო იქნება ეს თქვა გეოლოგია იქნება უნივერსიტეტი ასე შემდეგ ჩემი გულის ტკივილი არის ის რომ თას საქართველოში ძალიან ბევრი რაღაც ეხება და ჩვენ მაინც აქტიურად ამ ყველაფერს ვერ მივმართავთ ისე როგორც შეიძლებოდა რომ მიგვემართა ანუ ჩვენგან მზაობა რაღაცეების მიმართ არის თუმცა ძალიან არასაკმარისი ანუ თამსვლობის ფედერაცია შეიძლება ეხებოდეს მართლაც ეს ჯარის გადამზადებიდან დაწყებული რა ვიცი უამრავი აქტივობით დამთავრებული და რეალობაში რასაც ვხედავთ მაინც ეს არის ასვლები და ალპინისტური მიღწევები და ისიც რამოდენიმე გუნდის მიერ სხვადასხვა დონეზე ხო მე ვისურვებდი რომ რაღაცნაირად კარგი იქნებოდა რომ ვიღაც ადამიანები ვისაც უყვარს მთა რაღაცნაირად ჩართულიყვნენ ამ ყველაფერში და იქნებ ერთად მოგვეხერხებინა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ადამიანური რესურსი არ გაგვაჩნია არის პირადი დაინტერესებები ასე შემდეგ როგორც ხდება ყოველთვის და საბოლოო ჯამში მასშტაბურად ქართული საქმე რაც შეიძლება გაკეთდეს მაინც ისეთი ტემპით არ მიდის სურვილი არის მაგრამ ეთყობა არასაკმარისი მე მაგას ვისურვებდი მაგას დავამატებდი ეს ჩვენი ასვლები ეს ყველაფერი კარგია მაგრამ სხვადასხვა ფრონტზე სხვადასხვა ხაზზე კარგი იქნება როგორ არის მაგალითად მე რატო მე ხა ნიკამ მოყვა და მეც მინდა ორი სიტყვა თქვა თაში რატო წავედი იმიტომ რომ თქვა მამა ჩემის მეგობრები იყვნენ თასულები და სულ მესმოდა რომ აი ეს რაღაცა გამორჩეული ხალხია კარგი ხალხია საინტერესო ბაშკაცები და ნუ რაღაც ხიბლი ქონდა გარდა მაგისა იყო თქვა თორეჩის ექსპედიცია და ნიკა შენ გახსოვს ალბათ რუსთაველზე რომ გამოვიდო ეს უშველებელი ფოტოები ზუგდიდის სარკის და უნივერსიტეტში სპეციალურად მივიდიოდი ხოლმე იქ და ვიდექი საათობით და ვათვალიერებდი ამას და აი ხა როდესაც არჩილი და გიორგი და სხვები აკეთებდნენ ესეთ არაჩვეულებრივ ასვლებს თქვა იგივე ნანგაპარბატზე ფილმიც გადაიღეს ეს არის ის მასალა რომლის პოპულარიზაციით უნდა მოხდეს ინტერესის გაღვივებაც ალბათ მოზიდვა ახალი თაობის დაინტერესება რაღაცნაირი პლატფორმა შეიძლება აი არჩილი თავისი სიარულით თავისი მიღწევებით გვაძლევს იმის საფუძველს რომ ეს პლატფორმა შეიქმნას და რაღაცნაირად უნდა მივეხმაროთ რომ აი ეს მოხდეს რასაც ეხლა ყვებოდა და არ ვიცი აი ლევანიც მაგ საქმეშია ფაქტიურად ეხლა ფედერაცია გააკეთეს რეალურად ბიზნესი ალბათ ეს არის მაგრამ აი რაღაცა გეგმა არსებობს რაღაც რომელიც გახორციელებასაც უნდა მივაწყვეთ ეს ჟარგონზე რომ თქვა ვიღაცებს და ვთქვათ ეს გასაკეთებელია არსებობს რამე პერსპექტივა ითიც თქვა ალპინიზმი თავის თავს შეინახავს ან აი საჭიროებას დაინახავს შეკვეთები იქნება თქვა იგივე თავდაცვის სამინისტრო და აქვე ძალიან ისეთი პიროვნული კითხვა არჩილ რამდენად პროფესიულია შენ ამით ირჩენ თავს თუ კიდე რაღაცა სხვა საქმე უნდა აკეთო იმისთვის რომ იცხოვრო და ეს არის ასე ვთქვათ დამატებითი შენი ქორების წესი. რა თქმა უნდა, ისე პერსპექტივა ძალიან დიდი რომ აქვს, მაგიტომაც არის, რაც წეგან გითხარით, ჩემი გულის ტკივილი, პერსპექტივა დიდია. ეს ჩვენი ასვლები და ასე შემდეგ, თუ ვინმეს მართლაც გამოადგება ისე რომ რაღაცა ან უნება განწყობას აუმაღლებს თუ საერთოდ რაღაც თავის მიზნების მიღწევაში გაამხნევებს ჩავთვლით რომ რაღაც წილად ჩვენი შესრულებული არის თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ უნდა გავაგრძელოთ ინსულა რა ვიცი რაც შეგვეძლება გავაკეთებთ რაც შეეხება მაგ ნუ ადამიანები ვარ და მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის მატერიალურად ფეხზე ვიდგე უნდა იარსებოდა იგივე შენი თაჭასა უნდა დააფინანსო რაღაცნაირად ნუ ეს საკმაოდ რთულია თუმცა აქამდე ისიც არ იყო რომ სახელმწიფო გვეხმარებოდა ხო და
ეხლა ამ ექსპედიციების და აღჭურვილობის დიდი ნაწილის შესყიდვით, თქვა დაფინანსებით ჩვენ ძალიან ან მაგიტომაც გავედით რეალურად აი ამ შედეგზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი დრო მიგვდის აი მაშინ რომ თქვა ვიმუშაოთ გიდებად, შევეცადოთ რომ რაღაცნაირად შემოსავალი ვიშოვოთ. მე მაინც ჩემი ოჯახი ძალიან ისე გაგებით უდგას გვერდში ჩემ საქმიანობას და საწუწუნო არაფერი არ მაქვს, თუმცა გარშემო რასაც ხედავ და ადამიანებს საკმაოდ უჭირთ მაინც რომ დარჩნენ მაღალ საფეხურზე სპორტული მიღწევების და თან ოჯახში რაღაცა თავის მოვალეობები შეასრულონ მატერიალურად და გამართულად. ძნელია, საკმაოდ ძნელია. ინტერესებს არჩი. აი ხა ის თქვენი თაობა, თქვენი გუნდი, რომელმაც მართლა არაჩვეულებრივი ასულებია გაკეთებული, მე თქვენი ასulis მარშრუტი რამდენჯერმე გავაზიარე და ნუ ამაყი ვიყავი რომ აი ესეთი ასულები კეთდება, მეტყვეს ჩემი მეგობრების შვილი ხარ და ძალიან მეამაყებოდი ეგ ამბავი, მაგრამ მე ერთი რამე მინდა კითხო, თუ გაქვთ თქვენ ან აღწერილობით, ამ ფოტოებით ნანახი დაუშვათ ძველი ასულები როგორიც იყო მაგალითად ზუგვანდის სარკე ან კიკუ. და ხوار თუ გაქვთ ნანახი, ხوار გაგიჩნდათ სურვილი რომ ეს ასვლა გაიმეოროთ, იმიტომ რომ ეგ ასვლა იმ გუნდის მიერ გავლილი ასვლა, გივი ქართველიშვილის და ტარიკა ლუკაშვილის გუნდის გასვლის შემდეგ არავის არ გაუვლია. უბრალოდ ვერავინ ვერ გაიგო. და გაგიჩნდათ სურვილი რომ აი რაღაცა კავშირიც დაამყაროთ, რაღაცა ესეთი მისტიური კავშირი დაამყაროთ ამ წარსულთან და ნახოთ რა მარშრუტებია იმად გავლილი. მართლა ეტაპური ასვლები იყო ეს, თუნდაც ვიყურებთ ჩვენ მე და თოკას დაგეგმილი გვაქვს აი კუპირკულზე დაწვრილებით ვილაპარაკოთ, თქვენ თუ ჩაგვერთვებით და მოგვისმენთ ძალიან გაგვეხარდება, იმიტომ რომ აი შეიძლება ვცდებით და გადაფასებას ვაკეთებთ იმისი, მაგრამ ეხა მომსწრევა რა კუპირკულსიც, ამ ტაჯგეუსიც და ასე შემდეგ და ნუ ეს სამი ასვლა იყო საბჭოთა კავშირში ეტაპური, რომელიც მე ვერავინ ვერ გაიმეორა, ეს იყო 76 ფსიქოლოგიური ბარიერი. ჯიგიტი ეს იყო მე 79-ში ტაჯგეუ, ანუ ზუგანდის სარკე და 91-ში იყო კიკურკუ რა და ხსმენია ამ კიკურკუს მარშრუტზე ამ თაზე თუ ხსმენია ან თუ გაცნობი ხარ მასალებს ან სურათებს კლუბში იყო ეს მე ესე მარშრუტი კლუბში ეხლაც არის მაგაზე მასალები, რა თქმა უნდა ეს თამშრელობა იმასაც მოიცავს რომ რაღაც ამ ისტორიებით დაინტერესებული უნდა იყო ჩემი აზრით და რა თქმა უნდა ძალიან დაინტერესებულიც ვიყავი ირაკლი გელდიაშვილის ასე ვთქვათ ასულებით როგორც ჩვენი რაღაც წინა თაობის რაღაც ესეთი გამორჩეული მაგალითი ბატონ თამაზ ბაქანიძესთანაც მეგობრობდი თუ შეიძლება ასე ითქვას და ვაფასებ მაგ ასულებს რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვნახავდი თუმცა თუ რადგან რთულ რეგიონებში არის ჩვენთვის ფაქტიურად ძნელად მისაწვდომ ამიტომაც ალბათ გართულებული არის ხო ეხა მართალია კიკურკულზე წასვლა ომში წასვლას ნიშნავს რა ამას გადა დაუსახლებელი ხეობაა ხო კიკურკულის ხეობა და შესვლაც ალბათ ხო ეს მართალია აქამდე არ მოხერხდა ჩრდილოეთ კავკასიაში ფაქტიურად ოფიციალურად ესე რა ქვია ვიზიტს და ასე შემდეგ არ ყოფილვართ მხოლოდ აი კავკასიონის მთავარი ქედიდან ნაბიჯების გადადგმით თუ შეიძლებოდა იქით გადახედვა ტაჯიკეთშიც არ ვარ ნამყოფი თუმცა აი რაღაც სიახლოვეში თითქოს კი აი რაღაც გზნობ რა თქმა უნდა ამ სიახლოვეს ამ ჩვენს წინა საუბრებთან და ამ სერიოზულ ასვლებთან მაგრამ ნუ აი რაღაცნაირად არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა რა თქმა უნდა ვიცი ხო არა ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასება აი რომ გენახათ ეს სურათები აღწერილობა
კი მესმის ეხლა სირთულეა ჩრდილო კავკასიაში თქვენი თამაშს და იგივე პამირშიც, მაგრამ კარგი იქნება ეს კავშირები თუ შეიქმნა რა რაღაცა ეს იმიტომ რომ ტრადიცია დავარქმევ ხა არის ტრადიცია იყო ეს ტრადიცია რა თქმა უნდა იყო ქართული გასტროლობის ტრადიცია რომელიც ძალიან აღმავლობის გზაზე მიდიოდა რომ არა ეს ისე რა თქმა უნდა ეს ავაწყენებული უზბის ტრაგედია ხო და ძალიან სასიხარულო ათმაგაც სასიხარულო რომ აი ამ დიდი ჩავარნის შემდეგ თქვენი გუნდი და თქვენი თაობა აი ესეთ კარგ ასვლებს აკეთებს და კიდევ ერთხელ აი რაღაც სიამაყით მინდა ვთქვა და დიდი მადლობა გითხრათ რომ აი აგრძელებთ ამას ყველაფერს და იმედია უფრო ბევრი ხალხი ჩაერთვება თქვენი თაობის და გაცილებით კარგ ასვლებს გააკეთებთ და გაცილებით გაგვახარებთ უფრო ვიდრე მაგალითად აი ძველი თაობა ახალი და საზოგადოება ლოგიკურად გავაგრძელებ არჩილ და მაინც დაუბრუნდების კითხვა ვერ შემდეგი ესეთი დიდი მიზანი რამე ამოღებული გაქვთ იმაში ნიშანში რას აპირებთ თქვა იგივე ჰიმალაებში გაქვთ რამე მოზომილი თუ რას ფიქრობთ საბედნიეროდ ფაქტიურად 2014 წლიდან ტრადიციასავით გვაქვს მე და ჩემს გუნდს რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავიდეთ დიდ მთებში. ეს თავიდან იყო პამირი, ტიან-შანი, შემდეგ ტიან-შანი და ამის შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ ჰიმალაებში, ან ნეპალში და ყარაყორუმში, პაკისტანში. ჩვენ იცით უამრავი ისეთი თა შევისწავლე ამასობაში, რომელზეც თქვა ან ადამიანი არ ყოფილა, ან ძალიან ისეთი სერიოზული კედლები აქვს, რომელიც არ გავლილა აქამდე. და ალბათ მაინც მომენტის ამბავი არის, თქვა თუ შენ აი ამ მარშრუტისთვის იქნები მზად და ყველაფერი იქნება, დანარჩენი მხრივ ფაქტიურად ლოჯისტიკა და ასე შემდეგ შესწავლილი გვაქვს. ძალიან კარგი. და ხო არის რაღაც ისეთი დიდი გეგმები, შეიძლება თქვა სახელებით რო ვისაუბროთ, ეს არაფერს ისეც არ ნიშნავდეს, მაგრამ თუმცა ისეთ თებზეც არის, რა თქმა უნდა, გეგმები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია. დიდი სახელი. მაინც სიამოვნებით დიდ უჟანგბადოდ დამხვარ ჟანგბადის გარეშე ასვლებს დიდ მთებზე, ისეთ 8000-იანებზე, რომელზეც ქართველები არ არიან ნამყოფი აქამდე. და ფიქრობ რომ საკმაოდ დიდი ასპარეზი არის ქართველი ალპინისტებისთვის ჰიმალაებში. ჯერ ერთი იმის გამო რომ 90-იანების ჩათვლით ფაქტიურად ესეთ შეზღუდული ქონდა იქ მოგზაურობა და ჩვენთვის ჯერ კიდე დასამტკიცებელი გვაქვს რაღაცეები ეროვნულ ალპინიზმში და ამის გარდა კიდევ მსოფლიო ალპინიზმში შეგვიძლია მსოფლიო ასპარეზშიც ვიმონაწილეოთ და საკმაოდ წარმატებულად იმედი მაქვს და მაინც ეს იმედი ვრცელდება იმაზე რომ შემდეგი თაობები შემოგვემატებიან. ეს ხო ესე არის, თქვა ჩვენი მიღწევები არის ჩვენი წინა თაობის თქვენზე უმცროსი ადამიანების ხრებზე ვდგავართ, ასე ვთქვათ, არ მიწყინეთ და ხო, შემდეგი თაობაც იმედია რაღაცნაირად აი ესე თამასას კიდევ უფრო მეტად აწევს. თავიდან ჩვენთან ერთად და მე ალბათ ჩვენ გარეშე კიდევ ხო. რა ვიცი, არჩილ, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას შენს გისურვებ და შენთან ერთად ჩვენ თავსაც, იმიტომ რომ აი ჩვენ მიგვიღე როგორც შორიდან აი პირდაპირ არ ვიცი რა თუ გზნობ ხოლმე ხანდახან ტაშის გვას თუ გაიგონე ვიცოდი რომ ჩვენია რა მიგვიღეთ მე რა ადამიანი და თქვენი ჭირი და ხინი გავიწერო აშია ხო რა ვიცი აი